Turizmi sektori zrდის დინამიკას წელსაც ინარჩუნებს, ეს კი პირდაპირ კავშირშია პირდაპირ საჰაერო რეისების რაოდენობასთან, რომელიც წელს ისტორიულ მაქსიმუმს აჩვენებს. საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია და 100-ზე მეტი ავიაკომპანია 100-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს. ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი. მრავალფეროვანი ბუნება, უძველესი კულტურა, უგემრიელესი კერძები. ეს ჩვენი ქვეყნის ის მახასიათებლებია, რომელთა გამოც ტურისტები ვიზიტისათვის საქართველოს მთავარ მიმართულებად ირჩევენ. ქვეყანა, რომელსაც სტუმრების განსაკუთრებული მასპინძლობა შეუძლია. ასე ახასიათებენ საქართველოს სტუმრების სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. ამჯერად მეგობრებთან ერთად დავბრუნდი. ძალიან მომწონს უძველესი ეკლესიები და არქიტექტურა. ქართველები მეგობრული ხალხია, განსაკუთრებით მიყვარს ქართული ღვინო და საჭმელები. მე პირველად ვარ საქართველოში. აღფრთოვანებული ვარ ხალხის მეგობრული დამოკიდებულებით. თბილისის გარდა ქუთაისში და ვანში ვიყავი, ვნახე მუზეუმები. უძველესი არქიტექტურა და ისტორია ძალიან შთამბეჭდავია. საჭმელი გამორჩეულად კარგია. ყველას ვურჩევ, რომ საქართველოში იმოგზაურონ. ჩეხეთიდან ვარ, საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვედი, ბევრ რეგიონში ვიყავი. სვანეთს გამოვარჩევდი, კავკასიის მთები ულამაზესია. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყნის ბუნება, ხალხი, საჭმელი. საქართველოში კიდევ დავბრუნდები. ის რომ საქართველო ყველა სეზონზე უცხოელი სტუმრებისათვის მთავარი ტურისტული დანიშნულება რიცხობრივი მონაცემებითაც დასტურდება. მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს $2 მილიარდამდე მიაღწია. სოციალურ ქსელში ამ მაჩვენებელს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. აღნიშნული შედეგები ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან ერთად, რა თქმა უნდა, განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს პირდაპირ დაკავშირებადობას 100-ზე მეტ სხვადასხვა ქალაქთან, 70-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს, როგორც იცით, დღეს სხვადასხვა მიმართულებებით, რაც უნიშნულოვანესი ფაქტორია იმისა, რომ ჩვენ წლის განმავლობაში ვაფიქსირებთ თითქმის ყველა მიმართულებით რეკორდულ მაჩვენებლებს. იანვარ-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან აღინიშნა. ტურიზმის ადმინისტრაციაში შედეგებს სწორ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირებენ. ჩვენი კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს, სწორედ ამ ბაზრებზეა ორიენტირებული. შარშან და წელს ახალი ავიარეისები და სიხშირებით სწორედ ამ მიმართულებებიდან დაემატა, რაც მთლიანობაში შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწორი პოლიტიკის სტრატეგიული მუშაობის შედეგად მივიღეთ ბევრი საერთაშორისო მოგზაური და შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები. საერთაშორისო ტურისტების ნაკადი ზრდა პირდაპირ აისახა კერძო სექტორზე. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ამბობენ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებულია. სარესტორნო და სასტუმრო სექტორის როლი დატვირთვით მუშაობს. აპრილიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ ვინარჩუნებთ და ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ საშუალოდ 85% დატვირთულობა, რაც ჩვენი მოლოდინებით და ჩვენი ვარაუდით, რასაც დღეს ბაზარზე არსებული მოთხოვნა გვაფიქრებინებს და საშუალებას გვაძლევს, ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. 2025 წლის მხოლოდ მეორე კვარტალში საქართველო მოგზაურობიდან $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. წლიურმა ზრდამ კი 5% შეადგინა.